მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მოგმადლოთ. ამ წელიწადში თქვენი ოცნებების ახდენა, მიზნების მიღწევა, თქვენი ჩანაფიქრების განხორციელება, რა ვიცი თუ კი რამე გულით გსურთ, კეთილი და სამართლიანი ყველაფერი სამყაროს მადლით აქ სრულებოდეთ. და მოდით ბევრი საუბრის გარეშე გადავიდეთ გაშლაზე და სანამ თემას დავასახელებ, რა თქმა უნდა, მადლიერებას გიცხადებთ თვითონ თქვენთაგანს, თქვენი არსებობისთვის, თქვენი უკავშირებისთვის, თქვენი რეაქციებისთვის და რა ვიცი, დანარჩენი მე მგონი ყველაფერი აქამდე 1000 ჯერ მაინც მაქვს ნათქვამი. გადმოცემული ინფორმაცია გარკვეულ საკითხებზე, რაც ჩემთან კომუნიკაციას უკავშირდება. ხვალ უკვე ორი კონსულტაცია მაქვს, ზეგაც 2 მაქვს და 6-იც მაქვს და 7-დან შეგიძლიათ უკვე ასე ვთქვათ 7-ში არა 7 მაინც შობის დღეა და ფიზიკურად არ მეცლება. ხო, 7-ის მერე შეგიძლიათ შემომეხმიანოთ პირად კონსულტაციებზე. მესენჯერი ალების ტარო, ანგარიშის ნომერიც მითითებულია არხის აღწერაში. კარგით. მოდით ვნახოთ ასეთი თემა დღეს. გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები 2025 წელს. პირველი, მეორე, მესამე. და ვნახოთ, ვინ არის ადამიანი, ვისაც თქვენ უყურებთ. ადამიანი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება დღეს ფიზიკურად ავად იყოს, შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდეს, ოღონდ უფრო მგონია რომ რაღაცა ფიზიკურ ტკივილზე მიმანიშნებს ეს არკანი. ადამიანი, რომელიც შესაძლოა ვთქვათ, სულაც ფიზიკური მონაცემებით გადასარევად გრძნობდეს თავს, მაგრამ ის შიგნით რაღაც ისეთი ხდებოდეს, რომ უენერგიობა, სისუსტე, არაფრის კეთების სურვილი, ენერგიებს მიყვება თავისას, ვიდრე სიგნიფიკაციას. სამსჯავროს არკანით რა შემიძლია გითხრათ, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობა აიღოს, ადამიანი, რომელმაც იცის და აცნობიერებს, რომ მის თითოეულ ნაბიჯს რა რეზონანსი შეიძლება ჰქონდეს მომავალში და ადამიანი, რომელიც რისკავს ძალიან ბევრ რაღაცას სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ვთქვათ, გვირაბის ბოლოს რა შეიძლება დახვდეს, ხო? და მეორე მაღალი არკანი ზომიერება. ადამიანი, რომელმაც იცის ოქროს შუალედის ფასი, იცის ზომიერების ფასი, იცის სტაბილურობის ფასი, ჰარმონიულობის ფასი და ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაცა დონეზე მის ცხოვრებაში ყველა სფერო გარკვეულწილად დაარეგულიროს ზუსტად ბალანსით. და კიდევ ერთი არკანით, მაგრამ ადამიანი, რომელსაც რაღაცები უკვე მობეზრდა, რაღაცებით უკვე დაიღალა, რაღაცებს უკვე ზურგი შეაქცია, შეიძლება უმისამართოდაც გაუყვა რაღაც გზას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ისეთ მიჯნაზია, რომ ძველი ყველაფერი უნდა რომ მოიტოვოს უკან. და ვნახოთ მისი დღევანდელი ენერგიები. როგორ არის, რა ხდება მის თავს, სამყაროს არკანი, ხმლების რაინდი, კვერთხების დედოფალი, რა კარგად არის ესა და ოპა. და კარგით. როგორ არის ეს ადამიანი და ამ ადამიანის ცხოვრებაში სამყაროში ყველაფერი ძალიან უახლოეს წარსულში, ძალიან
კარგად მიდიოდა. სასწაული სიურპრიზები, შესაძლებლობები, შანსები ძალიან ბევრი რა ჰქონდა სამყაროსგან ამ ადამიანს. ამ ადამიანს ყავდა თავისი ასე ვთქვათ, მოტივაციის მიმცემი, სტიმულის მიმცემი ადამიანი, შეიძლება თვითონაც იყოს საჯაროა გაშლა და ამიტომ სხვისთვის ასეთი გამარჯვების, ასეთი ცეცხლების, ასეთი სასწაული მიზნების აღძვრის ავტორი, ხო? ადამიანი, რომელიც სულ სიახლისკენ, სულ რაღაც ცვლილებისკენ ისწრაფვოდა, ცნობის მოყარე, ძალიან ბევრი ინფორმაციის გაგება სურდა, ადამიანი, რომელიც სავსე იყო ყველა მხრივ, ადამიანი, რომელიც ძალიან როგორ გითხრათ, ქუდბედიან სიტუაციაში იყო, ხო, ასე ვთქვათ. არც ფინანსები უჭირდა, არც ვთქვათ, ემოციები, არც ვნებები, არც მოკლედ ყველაფერი ჰქონდა ზღვა, ხო? სხვა ემოცია, სხვა ვნება, რაღაცა სხვა არ გადასული ყველაფერი. ძალიან პატიოსანი ადამიანის სიგნიფიკაცია ამოდის ამ პიროვნებასთან მიმართებაში არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალია თუ მამაკაცი, მაგრამ რომელმაც რაღაც გარკვეული სამართლიანობით, რაღაც მართლმსაჯულების არყით სამყარომ პრაქტიკულად ეს თავისი კვერთხების დედოფალი, ნუ გადააკატავეთ, ხო, თუ მამაკაცები მოგურებით, სხვანაირად თქვენს თავზე. კოშკის არკანით დააკარგინა, რაღაცეები გარდამტეხი მოხდა მათ ურთიერთობებში, ხო, რაღაცა აი ეს მშვიდი მყუდრო გარემო დაურღვია და გადაიყვანა სრულ ტრანსფორმაციაში, ხო? და დღემდე ჯერ კიდევ გამორკვეული არ არის ამ მართლმსაჯულების არკანით, ასე ვთქვათ, რა გზის რომელ ნაწილში, ასე ვთქვათ, ხო, დასაწყისშია ჯერ ისევ ამ ტრანსფორმაციის შუაგზაზეა თუ გადის უკვე გზის ბოლოს, ხო, მაგრამ ჩქარობს ძალიან ისწრაფვის დროულად უნდა რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს. ერთი სული აქვს, როდის კი იმპერატორი, ნუ ეს სავარაუდოდ დაოჯახებულ ადამიანზეა საუბარი, რომელსაც ჰყავდა კვერთხების ქალიშვილი, ნუ ცეცხლთან მოთამაშე სიტუაცია ჰქონდა, პარალელური რომანი, კი ბატონო, და მოუწია აქედან გაპარვა, მოუწია აქედან როგორი გასვლა, იცით, რომ თან თვითონაც რომ და ისევ ნახეთ, აი რა საოცარი ამ სიგნიფიკაციაში ენერგიებად მომიყვა ეს სამსჯავროს არკანი და ხუთიანი ხმლები გაიპარა, რაღაცა რაღაცა მოიტყუა, რაღაცა ხალატი, არ ვიცი, ამ პირიქით მის მიმართ იყო ჩადენილი ეს ყველაფერი თქვენი მხრიდან, ან სხვისი მხრიდან, აქ ცალსახად სამკუთხედებზეა საუბარი და სამსჯავროს არკანით ჯერჯერობით არ ვართ გასული ბალანსამდე. აქ რაღაცა შეიძლება საერთო შვილიც ყავდეთ, ან ყავდეს იმ ვიღაცასთან, შეიძლება რაღაცა ორსულობის მომენტი იყო. ძალიან ქაოტურად მიყვება თავის ამბავს, მეგობრებო, ერთი წამით მეორე დასდა უნდა მოვშველიო. ერთი წამით, მეგობრებო. აბა ამ დასტარ მითხრას ორი სიტყვით მისი ახლანდელი ენერგიები და ჯაჯმენტ, ნახეთ, აი სხვა დასტა მოვიღე და ისევ სამსჯავროს არკანი ამომდის. ხო, კვერთხების პაჟი, თასების მეფე და იქაც თუ გახსოვთ ვინ არის თქო და თასების მეფით დამიფიქსირდა. თასების პაჟი, მაგრამ მე აქ ენერგიებს ვეკითხები, პრინციპში იქაც ენერგიები მომიყვა. კაი, აბა კიდევ როგორ ხარ? აქ ცალსახად, ისე ნახეთ, ჯასტიკ სამართლიანობა,
რა გინდა რო ქნა, ვერაფერს ვერ იზამ. მეორე დასტა მოვიხმე და ტარო ერთსა და იმავეს მელაპარაკება, ხო? არ გამოვრიცხავ მეგობრებო, რომ ამ ადამიანს რეალურად სასამართლო დავებიც ქონდეს ვინმესთან. რაღაცა ქონდეს, ასე ვთქვათ, გასაყოფი, რაღაცა კანონთან პრობლემებში იყოს, ოღონდ პირადი თემების გამო. იმიტომ რომ აქ იმპერატრიცაც ამომდის. აი, იმპერატრიცა ამას ცალსახად ყავს ოფიციალური ადამიანი გვერდით. არა ჩაკეტილობა აქვს რაღაცა იცი როგორი რო იქ ნაბიჯის გადადგმაც რომ არ უნდა ადამიანს. მაგრამ ბოლომდე არ მიხსნება, არ არის საუბრის ხასიათზე, ასე ვთქვათ. კაი. მოდი შეგიტრიალებთ კითხვას მაშინ. თუ ზოგადი ენერგიების მოყოლა არ გინდა, ჩემს მაყურებელთან დაკავშირებით რა ენერგიებში ხარ, აი საერთოდ ფიქრობ, რა ვიცი, გახსენდება კონტაქტები თუ რა ხდება, ალბათ ხეს შორის მითხარი, ახლა ვინც მიყურებს, მითხარი აბა. ჩემი კითხების დედოფალიაო. მაგრამ ახლა სრულ იზოლაციაში ვარო, სრულიად გაბომჟებული, სრულიად განადგურებული და ვცდილობ რომ როგორღაც ძალები აღვიდგინო და სხვა მხარეს წავიდე და ისევ კითხების მეფე გავხდე, ნახეთ როგორ წყვილში. ამოდიხართ. და გავიმარჯვა როგორღაც მისანს მივახციო და როგორღაც ისევ და გადმომიფრინდა. გადმომიფრინდა იეროფანტის არკანი. რა გითხრათ მეგობრებო, აბა ადამიანი ცალსახად არ ვიცი, შეიძლება მანიფესტაციებსაც აკეთებს, მედიტირებს, შეიძლება თელიკოსთანაც დადის. მაპატიეთ, შესაძლოა ვინმე მისთვის ავტორიტეტულ ადამიანსაც ეკითხებოდეს რჩევას, ლოცულობდეს ძალიან ბევრს იმისთვის, რომ როგორღაც ამ ლაბირინთიდან და თქვენსთან დაკავშირებით ეს ცალსახად აქ არჩევანი მაქვს, მაგრამ ინფორმაციებს აგროვებს და ისევ სამართლიანობა. ოღონდ სუფის ტაროს ეს არკანი უფრო ძირითადად ხშირად მორალურ სამართალზე გადის ხოლმე. ანუ თქვენთან დაკავშირებით ხვდება, რომ რაღაცა ძალიან გაფუჭებული, რაღაცა მორალურად ძალიან წუხს, რაღაცა სერიოზულად აწუხებს და ხმები არ წინავს, შეიძლება ისეთი ძლიერი თავის ტკივილები გქონდეს და თქვენ კვერთხების დედოფალთან წველში ხო არ მოვიდეთ, აგერ ყავს პენტაკლების დედოფალის სახლში. ან მეფე არ აქვს მნიშვნელობა, სადაც ნახეთ როგორი ფასლი დარჩდა. სიკვდილის არკანია, ტრანსფორმაციის არკანია, ყველაფერი მობეზრებულია, მოძველებულია და აი ამ ყველაფრის მოტოვება უნდა უკან და უნდა წინ სიარული. შიშებში ადამიანი არა აქვს ამას ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული მდგომარეობა, შეიძლება ზოგჯერ ისე გამოდიოდეს ყოფიდან, რომ საერთოდ რაზეა საუბარი, ხო? სადაც არ უნდა იყოს რაღაცა მაინც აი სხვა მხარეს იყურება, მოსამსახური სახლი არა აქვს უშუალო მეგობრები, აი ეს მაინც თავის ცეცხლების ავტორს უკავშირდება, ხო, ადამიანს, რომელთანაც აი ესეთი ურთიერთგაგება ქონდა, აი ესეთი სავსეთასები ქონდა ამ ადამიანთან, რომელიც უპირობოდ იღებდა, უპირობოდ ესმოდა მისი. ხო, აი ნუ რა გითხრათ, რომელთანაც რაღაცა ისეთი ოჯახური იდილიას რომ ვიტყვით ხოლმე სიკვდილს, ხო, მე რა შეიძლება ოფიციალური ოჯახი არ იყოს, მაგრამ ეს მომენტი ქონდეს, ნუ ადამიანი, რომელიც მისთვის იყო ძალის მიმცემი, გაინსპირირებელი ყველა სიძლიერის და ადამიანი, რომელიც სამკუთხედი არა აქვს, ხო, გეუბნებით თავიდანვე. გასაგებია, კაი. მივიდეთ ახლა ჩვენს მთავარ კითხვასთან. ჩვენს მთავარ კითხვასთან 2025 წელს. ვინც მიყურებს ამ ადამიანის და თქვენი გზები
გადაიკვეთება ანუ შენ და ამ ადამიანის შენობით მიუმართოთ გადმომიფრინდა ხო ეს ცუდი არკანი არ არის პირიქით სიჩქარეს რაღაცა ისეთ მიზანსწრაფულობას ნიშნავს მაგრამ აქ ჩრჩილია გზაზე პეპელა არ არის გადაიკვეთება რა საინტერესოა მეგობრებო აქეთ არის სტაბილურობა აქ არის ცეცხლთან თამაში აქ არის ქურუმი ხალინი ფარული ურთიერთობა გეუბნებით და აქ არის მიჯაჭვობა ეს მაინც თავის ცხოვრებას მიყვება მაგრამ მიიღებს გადაწყვეტილებას ეს გადაწყვეტილება რა იქნება გადაეკვეთები ამ ადამიანს ისევ თუ რასიზამობა მითხარი გადაიკვეთები გადმომიფრინდა ეს არკანი ეხლა რომ ჩეხავდი კარტს და უკან ჩავდე და ამოღებისას ეს არკანი ამოვიდა გადაიკვეთება მეგობრებო ოღონდ ვერ გეტყვით რომ ეს იქნება რაღაც სტაბილურობის მომტანი ვერ გეტყვით რომ ეს იქნება რაღაც ძალიან ისეთი გადაკვეთა აი უფრო როგორ იცი აი შუანტერი რომ დაგივლის ტანში და აი რაღაცა ის მოლოდნელი შეხვედრა აი რაღაცა ჰაეროვანი აი როგორ გითხრათ დამძიმებული და აი ბევრი ფიქრით და აი დაუვით და აი ამ მომენტებით არა აუცილებლად გადაიკვეთება მაგრამ სამსჯავროს არკანია ხო თქვენ რაღაცა ტრანსფორმაციების სწორად უნდა გაიაროთ თქვენ სამყაროს სწორად უნდა გასცეთ რაღაცეებზე პასუხი ხო და თასების მეფეა გადაკვეთით გადაიკვეთება თქვენი გზები ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე ჯერ აქ სიმყარის და რამის სტაბილურობას ვერ ვხედავ და მოდით ვკითხოთ რომანტიული ურთიერთობების მფარველი ანგელოზების დაროს ხო აბა რას გირჩევენ რას გეტყვიან მეგობრებო რას გეტყვიან რას გეუბნებიან და ნახეთ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი რომელსაც თქვენ უკვე იცნობთ you have known each other before აუცილებლად თქვენ უკვე იცნობთ ამ ადამიანებს და ნახეთ რა საინტერესო ხო ახლა ნიშნობა ამოდის პირდაპირ ხო რაღაცა სხვა level-ზე გადავა ასე თქვა სხვა საფეხურზე თქვენი ურთიერთობაო რა საინტერესოა wedding ესე იგი ნიშნობა ხომ ამომივიდა და ქორწინებაც ამომივიდა რა უცნაურია მეგობრებო ხო არ ვიცი გადაიკვეთება თქვენი გზები და აგერ ცალსახად ანგელოზები ამას გვპირდებიან და იყოს ასე ხო ამ ერთმან გისმინოთ ვისაც თქვენ ეს მიზანი გაქვთ თქვენი ცხოვრების მაგრამ გადაკვეთით რაც ჩვენ კონკრეტული კითხვა იყო ფაქტია რომ ტარომაც დაგვიდასტურა და ორაკულებმაც კარგით და ვნახოთ მეორე ვარიანტი ვინ არის ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ხო არც მეტი არც ნაკლები იმპერატრიცა რომელიც ცოტა პაჟის ენერგიებში ყავს რომელიც განაწყენებულია ნატკენია რაღაც გარკვეული ბედის ბორბალით რაღაც თავისი ცხოვრების ციკლით ცოტა იმედგაცრუებულია ილუზიებშია გადასული როგორ თქვა აი რაღაცა თითქოს ახლის დაწყება უნდა თითქოს რაღაც აი აინტერესებს ბევრი რაღაცა მისთვის თითქოს დაფარულია და უნდა რომ აი ამ ხმლით ეს ილუზიების თავისი წარმოსახვები და თავისი შეხედულებები გასწიოს და სიმართლე დაინახოს. ხო რაღაცა ინფორმაციის ძიების
პროცესში, ადამიანი, რომელიც არის აბსოლუტურად სავსე, ხო, ბედის ბორბლით, აი უამრავი შანსების, უამრავი სამყაროსეული სიკეთეების მფლობელი, თუმცა ზუსტად აი ამ ერთ-ერთი ციკლის დროს აი ამ მდგომარეობაში აღმოჩენილი, ხო, როცა და აბსოლუტურ იზოლაციაში მყოფი ადამიანი, რომელსაც ცეცხლთან თამაში ძალიან ძვირად დაუჯდა და რაღაცა სამართლიანობის არკანით რა მოხდა. პირველ ვარიანტს მიყვებით, კაცო, ისე პირველ ვარიანტი მიყურებთ. ესეც ენერგიებს მიყვება. კაი. მაშინ პირდაპირ მითხარი ხა, მაინც ენერგიებს მელაპარაკები და როგორ ხარ, აბა მიპასუხე, როგორ ხარ. რა ხდება შენს თავს ენერგია ხდაკიდებული მამაკაცი. ბავშვობასთან ბმა ვერ გაუწყვეტია, ძალიან ისეთ ბავშვურ ენერგიებში ადამიანი, რომელიც ტრანსფორმაციის პრაქტიკულად ბოლოშია გასული და იცის, რომ ამ ტრანსფორმაციის მერე რეალურად რაღაც ძალიან კარგი უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, უფრო სწორედ ჩააბაროს გამოცდები და იმის მერე უკვე სამყარომ გარკვეული ბენეფიტებით დააჯილდოვოს, ხო? ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაცა ბავშვური ნოსტალგიები აქვს, რაღაცა საკუთარ მესთან ჯერჯერობით ბმა აქვს, ისე რომ თავისუფთა წრფელ ბავშვურ ენერგიებში ადამიანი, რომელმაც ბევრი გადაიარა, მაგრამ აი დავიქანცე, მაგრამ არა, მაინც არ ვეპუები და მე ჩემს თავში სინათლეს ვატარებ, ხო, და საკუთარი თავიდან გამომდინარე გარემოც უკვე დამილაგდება რაღაცა ისეთი ენერგიები, ადამიანი, რომელიც მიჯაჭვულობებშია, შესაძლოა დეპრესიული ფაქტორიც ქონდეს, ადამიანი, რომელსაც შესაძლოა აი როგორი მომენტები ქონდეს, იცით, სამყარო ამოდის რეალურად აი საკუთარ თავს თვითონ რომ თვალავენ და თვითონ რომ უკრავენ ყველა გზას, ხო, დაახლოებით ესეთი ენერგია მომდის, რომელიც თითქოს აი ვერ იღებს იმ სამყაროსეულ, ასე ვთქვათ, ჯილდოებს და აი ამ ქაოსშია, ხო, ნახეთ რა საინტერესოა. ადამიანი, რომელსაც აი ეს მიჯაჭვულობა აქვს, ხო, ხარ ის მამაკაცები ხართ, ქალბატონები ხართ, თქვენ თავზე მოიგეთ, ფაქტია, წყვილში ამოდიხართ, ხო, მეორე საპირისპირო სქესთან. აი როგორ ხარ ახლა ეს მითხარი, რაღაცა წარსულის ტრავმები ვნახეთ, მაგრამ ახლა როგორ ხარ? როგორ არის და რაღაცა აი ამ დაგროვილ სიტუაციას, უკვე ნანახ სიტუაციას, უკვე მიღებულ სიტუაციას გადაფოფრილი, ხო, თითქოს აი ნახე როგორი მომენტია, ეს არ არის კარგი ლიდერი, ეს არის კარგი შემსრულებელი, რა, პაჟის ენერგიები ამ რაღაც მაინც რაინდის ენერგიები. ადამიანი, რომელსაც თითქოს არის ავარიდე რა თავი, ნუ აი ვარიდე მეგობრებო, მაგრამ აქაც მიფიქსირდება მაინც მესამე ფაქტორები და რა გავაკეთო? არ მინდა და თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა და ასე დაალაგდა კომბინაცია, კი ბატონო, აქეთ იმპერატრიცა, იქით ვარსკვლავი. და ხო, ნუ ადამიანი, რომელიც ცდილობდა, რომ რაღაცა დასაწყისი სწორად მieყვანა, ხო, მოევლო, მოერწყა, სათუთად ეპატრონა, რა ვიცი, აი ზედ გადახყოლოდა ყველა სიტუაციას, მაგრამ შედეგი მისმა მოლაპატრონებამ რეალურად ვერ გამოიღო. ნუ რაღაცები გაფუჭდა, რაღაცები ან გავაფუჭეთ, ან გააფუჭა, ასეა თუ ისეა, ყოველ შემთხვევაში რაღაცები დაალაგდა სხვანაირად. კაი. კიდე მითხარი როგორ ხარ სამსჯავროს არკანი, ნუ აი რა გითხრათ მეგობრებო, როგორ არის?
ორსკამიანობა ასეთი მარტივი რომ იყოს, მეგობრებო, და მიჯერეთ, რომ მუსულმანები შეინარჩუნებდნენ თავიანთ ძველ ტრადიციებს, ხო, ჰარემებისას და სხვა რელიგიური წარმომადგენლებიც ალბათ არ იტყოდნენ უმარს, მაგრამ არ არის მარტივი ეს ორსკამიანობა და რატო გონია ხალხს რომ მარტივია, არ ვიცი. აი, ერთი ორი არკანი კიდე მითხარება როგორ ხარ, ну როგორ არის ადამიანი ცუდად არის, არ გრძნობს თავს კარგად, სასახად. სამკუთხედია თქო ვიძახი და რა გავაკეთო. კაი, ეგ ამბები გავიგეთ. ახლა იცი რა მითხარი, მაშინ თვითონ კონკრეტულად ვინც მიყურებს იმ ადამიანთან დაკავშირებით რა ენერგიებში ხარ, ეგ მითხარი. ისევ ის ამოდის. ის დასაწყისი რაც იყო, მე ამას ვუვლიო, მე ამას ჩემს ასე ვთქვათ, აი ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ, ფარულია ურთიერთობა თქვენი ცალსახად. იმპერატორი, იქ იმპერატრიცა, აქ იმპერატორი, ეს იმპერატორია, მეგობრებო, ამას თავისი ოჯახი ყავს, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი იქცევა, ინგრევა, მეორე მხარეს ყავს აგერ ვარსკვლავი, რომელთანაც მანძილია, რომელთანაც აი როგორი მომენტია იცი, თითქოს ეს არ არის და არც ასე ცოცხლო ენერგია, ეს არ არის და სინათლეც სიბნელი, აი რაღაც ესეთი მომენტია, იმპერატორია და ეს სულ რომ 70 წლის და 60 წლის ადამიანი იყოს, ხო, პირობითად ვამბობ, აი ამ ვარსკვლავთან აბსოლუტურად ახალგაზრდულ ენერგიებში, ყოველ მიმართულებაში და სიყვარულის და ემოციების და მაგი, ხო, ოღონდ აქ მაგი ამ დასტაში არ არის მანიპულატორი, არ არის ხო ის ცუდი რაღაცა ცოტა ქვედინებები, აქ ადამიანი იზრდება, სწავლობს, თვითცნობიერებას მიმართავს, ხო, რაღაცებში ღრმად უნდა რომ ჩაიხედოს და რაღაცები გამოარკვიოს. თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი აი ხო, ну არა რა, თან სტაბილურობა უნდა, გეუბნებით, თან აქეთ ცეცხლებთან თამაში უნდა, თან უნდა რომ ძლიერი იყოს და თან მოკლედ, ну გასაგებია. ეს მე რო გავყვე ახლა ძალიან ღრმად წაგვიყვანს, ისეთი გაშლა გამოდის და მოდით პირდაპირ ვიკითხოთ 2025 წელს. გადაიკვეთება თქვენი გზები. გადაიკვეთება თქვენი გზები. არა მეგობრებო, აქ ტრანსფორმაციები, აქ კოშკის არკანი ზოგადად არის რაღაცა ახლის იდეაში პატარა შანსი, მაგრამ ну დანარჩენი კომბინაციები ისეთია, რომ მაგის არკანიც კაი ვთქვათ, რომ ორმაგი ენერგიის მატარებელი, კაი, ერთი არკანითაც მითხარი გადაიკვეთება. იფიქრებს, ძალიან ბევრს იფიქრებს. კი. ოღონდ ეს მალე არ მოხდება, ეს ხვალდაზეგ ესეთი მომენტი არ იქნება. რაღაცა დრო ყველა ვარიანტში დაჭირდება, თუმცა სამყაროსგან რაღაცა გარკვეული შანსი კიდე გაჩნდება, ხო, აი ერთი დატრიალება კიდე დაატრიალებს თქვენს სიტუაციას სამყარო და მოდით არა მოიცათ ერთი წამი, რატო ვჩქარობ, მინდა აზრი ვკითხო ანგელოზებსაც თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით საინტერესოა, რას გირჩევენ. ორი არკანი თავისით გადმოიყარა. Calling your soul matter, your prayers. ну მოკლედ დააბრუნე შენთან შენი სასურველი და შენი სულის ორეული, ხო? ანუ ილოცე, აფირმაციები აკეთე, ვიზუალიზაცია მოახდინე, ყველა ხერხს და ტექნიკას მიმართე, რომ ეს ადამიანი დაიბრუნო და გეუბნებია, რომ თქვენს შორის არსებობს რაღაც რელიგიური ფაქტორებიო. ანუ
ნახეთ რაღაცა კონტექსტში თქვენ შორის რელიგიური ფაქტორი დგას, ან შეიძლება სხვა რელიგიის იყოს ეს ადამიანი, ვისაც თქვენ უყურებთ, მეგობრებო, ამ ეტაპზე ნახეთ. აი, მე ხომ არ ვიგონებ, ნახეთ, რაც ამოვიდა, თავისით გადმოხდა, ხო? ან შესაძლოა რელიგიური მომენტი განსხვავება იყოს, ან პირიქით, ხო, რაღაცა ძალიან ტრადიციული რელიგიური ცხოვრებით მაცხოვრებელი ადამიანი იყოთ, რომელიღაც და კიდე ერთი რაკანიც მანახე აბა მითხარი. თქვენი გრძნობები არის ნამდვილიო და ანუ თქვენი გრძნობები არის ნამდვილი, სუფთა და როგორი ზუსტი თარგმანით როგორც ანუ ხელიდან არ უნდა გაუშვათ შესაძლებლობა, აი ამას გირჩევენ. კარგით, ეს მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი ნახოთ. ვინ მომიყვანით, ხო? და მე ამასობაში რომ იცოდეთ სანთელი მაქვს გადასხმული და ამ გაშლის მერე სანთლის გარჩევასაც დავდებ. და ნახოთ ვინ არის ის ადამიანი, ვინც გაინტერესებთ თქვენ. ადამიანი ძალიან ისეთი ემოციური, ძალიან აი სულ რო დარბის რო ვერ ჩერდება სულ მოძრაობაში როა სულ აი გაიგეთ სულ რომ ყავს რისკიანი სიტუაციები, სულ რომ აი 100 ჯერ გაზომე კი არა, ერთხელ არ გაზომავს და ისე გათვლის, მაგრამ მაინც გაიმარჯვებს. ადამიანი, რომელსაც დაავალე და ყველაფერს ხუთიანზე შეგისრულებს, ხო? ადამიანი, რომელიც არ მიატოვებს პასუხისმგებლობას და ადამიანი, რომელიც ყოველთვის აი გადმომიხდა, ხო? მაღალი არკანი, ეტლის არკანი, რომელიც სულ აი გამარჯვებებს არ იმიჩვეული, ხო? მართვას არ იმიჩვეული, არ ვიცი პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა რაიმეს მართვილიც იყოს ეს ადამიანი. ოღონდ ისეთი ფაზლი აიწყო, რომ ხშირად შეიძლება ეს ეტლის სადავები ხელიდან გაეშვას და შაში აღმოჩნდეს აი ესეთი ცოტა ისეთი ენერგიებია რა, აი როგორ გითხრათ, მოხულიგნო ენერგიები. აი რა ენერგიებში ახლა იქ მითხარი, აბა. ოხოხო. ოხოხო, რა ხდება აქ, რა ხდება აქ, რა ხდება. რა ხდება აქ. პენტაკლები, იმპერატრიცა. რა ენერგიებშია. რა ჯანდაბა ხდება, რაცო ვერ გავიგეს. დღეს ყველა ერთ იგივე ადამიანი უყურებს თუ ყველა სამკუთხედ, ოთხკუთხედის ხალხი ხართ. მოიცა მეორე არ მინდა. ეს ბოდიშკი ხდით. აი გაჩვენებთ მაინც არკანებს, ხო და ისე ზედაპირულად გეტყვით, მაგრამ სხვადასხვა უნდა ავიღო. ანუ რა ენერგიებშია ცეცხლები, ნებები, ქონდა სამყაროსგან მიცემული აბსოლუტურად ყველა სიკეთე, სავსე სტაბილურობა, მაქსიმალური ფინანსური ძალიან დიდი შესაძლებლობები, კარგი სამსახური შესაძლოა, ხო, პენტაკლების დედოფალი და იმპერატრიცა სახლში ყავდა აგერ სასწაული ადამიანი, მაგრამ მაინც სხვა მხარეს იყურებოდა და მე ან ერთი მხრიდან გაიპარა, ან მეორიდან, ხო, აქ კიდე სხვა ქალია, მოკლედ დასტა უნდა შევცვალო, მეგობრებო, ერთი წამით. თავი ასე მგონია, რომ რაღაცა ენერგიები ერთი და იგივე თამაშობს, აბა მოდი არ დასტაზე რას გვეტყვის. თავის ენერგიებს, აბა მითხარი როგორ ხარ მეგობარო? მოდი ოღონდ ახლა გულწრფელი იყავი და ბევრი დრო არ დამაკარგინო, ხო? მაინც ამოგჩიჩქნი. რა გჭირს და როგორ ხარ და პირდაპირ მითხარი გართულებების გარეშე. აბა მოდი ვნახოთ, როგორც არის, ხო? ბარემ აღიარაში და შაული ხელი მოაწარეო, ხო, ჩვენებაში და მაინც ვიპოვით სიტუაციას, მაინც გავხსნით, კარგი. რა ენერგიებშია ადამიანი? ხმლების პაჟი.
მიჯაჭვლობებშია, გრევებშია, რაღაცა ინტერესებს, რაღაცა ვერ გაუგია რა ხდება მის თავს. რაღაცა ვერ გარკვეულა, რაღაცა კიდე როგორ ენერგიებში ხარ. გადმომიხტა, ბედის ბორბალი. იმპერატრიცა დასტა შევცვალე და მაინც რა გინდა. არკანები მეორდება. Ten of Pentacles სტაბილურობა. ეტლის არკანი და Four of Cups. კაი, გასაგებია. მოკლედ ბევრი როარ მოგაბეზროთ მეგობრებო, თავი ეს ადამიანი თავის ადგილას არ არის, ნასესხების ვარიანტშია რა. რაც არ უნდა შესთავაზონ, რაც არ უნდა უთხრან. ჩავლილია ჩემი მატარებელი და ახლობით ეს მომენტი აქვს. რაღაცები გააფუჭა, ხვდება თავის დანაშაულს, იაზრებს, რომ რომელიღაცა ენერგია სწორად ვერ დაიჭირა და ბალანსი ვერ დააკავა და მოუწია სიტუაციიდან წასვლა, ხო? აქ ყავს, რა ვიცი, რომ მოვყვეთ იმპერატრიცაც, აქ ყავს ვარსკვლავი ქალიც, სრული ქაოსი აქვს. კაი, ახლა მითხარი კონკრეტულად ვინც მე მიყურებს, აი ამ ეტაპზე ვინც მე მიყურებს. ამ ადამიანთან დაკავშირებით რა ხდება შენს თავს? მოგვიყევი აბა გითხარი, აი რა გადახდა თავის მთლიანი არკანი, ოღონდ ესე გადაიჭრა. რა ხდება და სასწაული ტოლვა აქვს, სასწაული, მაგრამ არ ვიცი მეგობრებო რა გავაკეთო. ამ იმპერატრიციდან გამოქცევა უნდა, მაპატიეთ თუ ცოლები უყურებთ ახლა, მაგრამ რაც მიფიქსირდება ის არის. არ უნდა. აქ სადაც არის არ უნდა, აი აქ თასების პაჟი, აქეთკენ მიჩქარის, აქეთ მიდის მთელი თავისი ბნებებით, მთელი თავისი ცეცხლებით, მთელი თავისი თასებით, ხო და ცდილობს რომ როგორღაც დააბალანსოს ეს ორი ენერგია, იმიტომ რომ სასწაული მიჯაჭვულობა აქეთ თქვას. აქეთ სრული ინგრევა აქვს, კაი, აქეთ ყველაფრის ახლიდან დაწყება უნდა, ახალი შანსები უნდა. წარე დღეში ეს საწყალი ადამიანი და იმიტომაც შენ კიდე მიჭირებო კაცო საქმეს მეკითხები რა გიპასუხო, რაც მეც არ ვიციო, აი დაახლოებით ასე არ გიგოებოდა ბიჭო. არანუ ეს მანძილია აშკარად თქვენ შორის, აშკარად არჩევანი, მაგრამ ავიღე და ისევ ისმოდის, ხო? თასების დედოფალთან უნდა. გინდა ბიძიკო კაია, მაგრამ სურვილი ქმედებაში მოვა, აბა გვიპასუხე 2025 წელს გადაიკვეთება შენი და ჩემი მაყურებლის გზები. გადაიკვეთება. პაჟის ენერგია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მას ვარ გაეფუჭებინა სამართლიანობა. გადაიკვეთებას, როცა ვკითხულობ, მეგობრებო, ამდის პაჟები. ეს პაჟი რა იყო და ხმლების და კვერთხების რაინდები. გადაკვეთის შანსი რა თქმა უნდა არსებობს, მიჩვენეს ეს ადამიანი მთელი არსებით ეძებს თქვენთან მოსასვლელ გზას, აგროვებს ინფორმაციას, რაღაც ახლის დასაწყისი უნდა და თქვენთან ფარული ურთიერთობა, ესე გადაიკვეთება გზები, იმიტომ რომ თქვენთან არის ყველაფერი ეს ადამიანი, ხო? ლომიც, ლომის ბოკვერიც, რა ვიცი, ყველაფერი, ყველა ვარიაციაში კარგად გრძნობს თქვენთან თავს და თქვენთან უნდა სტაბილურობა. გადაიკვეთება, აქ ცალსახად გადაიკვეთება თქვენი გზები ერთმანეთთან. და მოდი ანგელოზებსაც ვკითხოთ, აბა რჩევა და აზრი თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. აბა გითხარი, რას გვირჩევთ? Past is returning to your life. ვიღაც თქვენი წარსულიდან ბრუნდება თქვენს ცხოვრებაშიო, მეგობრებო.
რას გირჩევენ და ძალიან საინტერესო დაიწყო ფაზლები. Your life benefits as your for your parents. რას საინტერესოა ეს ადრეც დამიფიქსირდა. ან თქვენი პირადი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს აპატიეთ თქვენს მშობლებსო. და აქვე განვმეორდები, რომ ყველა ტრამვა მაინც ბავშვობიდან მოდის, ხო და რაღაცებს, რასაც ჩვენს მშობლებს ვერ პატიებთ, მე იფურჩქნება კოკორივით ამოდის ჯერ ჩვენს ცხოვრებაში, ხო? გადატანით მნიშვნელობით ვარ და მე იფურჩქნება სხვადასხვა ფორმით. For you to love, open your head to give and receive the biggest energy of flow. Okay. ასე იგი, შენი სიყვარული დაცულია, შენი პირადი ცხოვრება დაცულია და მოკლედ ღია იყავი ურთიერთობისთვისო. მოკლედ, რა დაგიმალოთ და ცოტა ქაოტური გაშლა გამოვიდა, არ ვიცი, ცოტა ნასვამ მდგომარეობაში ვართ. მე არა, რა თქმა უნდა, ხო? ვისაც ვკითხულობ თუ რა ხდება, მაგრამ ძალიან არეულ-დარეული ენერგიები იყო. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით და როგორც დაგკვირდით, სანთლით შემოგერთდებით ცოტა ხანში თქვენ თუ რაიმე თემა გაინტერესებთ შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და მე ჩავწერ ამ საკითხთან დაკავშირებით. მადლობა კიდევ ერთხელ დროებით.